დონალდ ტრამპის მიერ პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილს პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებები მოჰყვა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილების შემცველი მოლოცვა, რომელიც ცალსახად მიუთითებს ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის განწყობას ითანამშრომლ საქართველოს მთავრობასთან. განსხვავებულია ხელისუფლების ოპონენტების განცხადებები, ისინი ტრამპის წერილს შაბლონურს უწოდებენ და ამბობენ, რომ მასში პოლიტიკური გზავნილები არ იკითხება. რა თქმა უნდა, პროტოკოლური ამბავი, როდესაც დაბუდებულ დღესთან დაკავშირებით მოხდა მილოცვა, ანამდე Deep State და გლობალურ ომის პარტიას უწოდებენ ამერიკის შეერთებული შტატების თავისუფლობით დასავლურ სამყაროს, სანამ მიმდინარეობს სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების ხელყოფა და განადგურება ქვეყანაში, მანამდე რეალურ ცვლილებებზე საუბარი ვერ იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, ამ ეტაპზე სტრატეგიული ურთიერთობები შეჩერებულია, თუმცა მადლობა ღმერთს დიპლომატიური ურთიერთობები გრძელდება და სწორედ ამის დადასტურება არის ის მილოცვა და ის მილოცვები, რომლებიც განსაკუთრებულ დღეებში არის ჩვენი ხალხის მიმართ გაკეთებული და რა თქმა უნდა მისასალმებელი. ამ პასაჟში საუბარი არის არსებითად ეკონომიკურ და სავაჭრო მიმართულებაზე. ეს არის სტანდარტული პროტოკოლური მილოცვა, როგორც ხშირად არის ხოლმე ასეთ დღეებში, ასეთ მომენტებში, აქ ჩვენ პოლიტიკური ტიპის შინაარსს ვერ ვხედავთ და რაც შეგვიძლია განსაკუთრებით მათ შორის ვერ ვხედავთ ყოველ შემთხვევაში გავრცელებულ პასაჟებში, ვერ ვხედავთ ისეთ სტანდარტულ პოლიტიკურ შინაარსს, როგორიცაა მაგალითად სუვერენიტეტის მხარდაჭერა, როგორიცაა ტერორული მთლიანობის მხარდაჭერა. მნიშვნელოვანი გზავნილება და ვფიქრობ, რომ ეს კარგი ამბავია ჩვენი ქვეყნისთვის და მეორე რა თქმა უნდა ეს ფაქტი თავისთავად მრავლისმეტყველია იმ თვალსაზრისითაც, რომ ის, რასაც საზოგადოებას თავაზობდა დიდი ხნის განმავლობაში ქართული ოპოზიცია, არა მხოლოდ ქართული ოპოზიცია, არამედ უცხოური ოპოზიციაც ჩვენს ქვეყანაში, ქვეყნისთვის საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეს იყო ტყუილი მიწოდებული ჩვენი საზოგადოებისთვის. ამ წერილს არც გავაზვიადებდი და არც დავაკნინებდი. არ დავაკნინებდი, იმიტომ რომ ცალსახად ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს და იმედი გვაქვს, რომ ამით ერთხელ სამუდამოდ დასრულდება ის უაზრო პოლიტიკური პროპაგანდა, რომელიც ეხება მთავრობის ვითომ აღიარება არ აღიარების და ლეგიტიმაციის მიცემა არ მიცემის საკითხს.